ეს ოკუპირებული გაგრაა, რომელიც 2016 წელს ასე გამოიყურება. აფხაზეთის ომის შემდეგ აქ თითქმის არაფერი შეცვლა. ისევ დანგრეული შენობები, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და ცარიელი ქუჩები. აფხაზური ტელევიზია ავრცელებს ინფორმაციას გაგრის განახლებული სტადიონის შესახებ. ავდრის მიუხედავად, აქ სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. დაუღალავი სამთვიანი შრომის შედეგად ობიექტი ჩანიშნულ დროში ჩაბარდება. მიმდინარე სამუშაოები დე-ფაქტო ხელისუფლების პრემიერ-მინისტრმა არტურ მექვაბიამ პირადად შეამოწმა და კმაყოფილებით აღნიშნა, რომ ბიუჯეტიდან გამოყოფილი და დახარჯული 7,5 მილიონი рублей аматгирда. Как погода распогодится, положим. А так вы видели, там сделано неплохо. Табло у нас есть. Машинку мы привезли. Флаги есть где вешать. ეს სტადიონი ადგილობრივი და არა მხოლოდ ადგილობრივი ქართული მოსახლეობისთვის უმძიმეს მოგონებებთან ასოცირდება. არც ისე დიდი დროა გასული იმის დასავიწყებლად, რომ ამ სტადიონის მწვანე მინდორზე სულ სხვა ფეხბურთს თამაშობდნენ. გაგრის სტადიონზე ქართველების თავებით ფეხბურთის თამაში, როგორც მომხდარი ფაქტი, თავდაპირველად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე 2001 წლის 18 ივნის ახსენა. მან ეს ფაქტი საქართველოს ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მოიყვანა, რომელსაც ჩეჩენ ამბოხებულებთან თანამშრომლობაში ადანაშაულებდა. მემრჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველოს ოფიციალურმა ხელისუფლებამ დაივიწყა აფხაზეთის კრიზისის დროს როგორ თამაშობდნენ ჩეჩენი ტერორისტები ქართველთა მოჭრილი თავებით ფეხბურთს. ასეთი რამ სამწუხაროდ მოხდა, განაცხადა მაშინ პუტინმა.